ფლობს ძლიერი ქვეყანა. ვისაუბროთ მნიშვნელოვანზე, რადგან ყველაფერი განათლებით იწყება. რადიო იმედის ეთერშია საუბრები განათლებაზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით უკვე დღის არხზე და ეთერშია გადაცემა საუბრები განათლებაზე. დღეს ჩვენ ისე ვისაუბრებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. აქვე შეგახსენებთ, რომ გთავაზობთ ჩართვებს და ინტერვიუებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან. ეს არის რჩევები და რეკომენდაციები, რომელსაც ჯგუფის წევრები აძლევენ აბიტურიენტებს და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფიზიკის გამოცდის შესახებ და პირდაპირ ეთერში გვიერთდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი ჩეჩელაშვილი. მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გამარჯობათ, მადლობა თქვენ. მოდით მივაწოდოთ ის ძირითადი ინფორმაცია ჩვენს მსმენელებს და იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც გადაწყვეტეს, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ფიზიკის გამოცდას, რა ძირითადი ინფორმაცია და მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის მათთვის საინტერესო, ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა. მთავარი ის არის, რომ შარშანთელ გამოცდასთან შედარებით არაფერი არ შეცვლება. ზუსტად იგივე ფორმატია, რაც იყო შარშან გამოცდაზე. ანუ ეს არის მაქსიმალური ქულა არის 63, ხოლო ხანგრძლივობა 3 საათი. ხანგრძლივობა 3 საათი. ბატონ გოგი, ხომ არ გაქვთ, თქვათ, რა შეგიძლიათ უთხრათ ამ ტესტის შესახებ, რა გაითვალისწინო, რომელი არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა? ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა თუ შეცდომა შეიძლება ჩაითვალოს. ეს არის ღია დავალებებში ძალიან გაუგებარი ნაწილი. არ არის აღნიშნების სწორი სხვადასხვა სიდიდეებს. აღნიშნავენ სრულიად სხვადასხვა ასოებით. მაგალითად, ძალა რო F ლათინური F-ით აღნიშნება, ყველა ვიცით. და ნუ არის თავისუფალი ვარდის აჩქარება. აი ხშირია, რომ ასეთი ჩვეულებრივი მიღებული აღნიშნებით არ სარგებლობენ თავისი აღნიშნების შემოღწევას. ეს არის გამსწორებლისთვის ძალიან ძნელად გასაგები. თუ რა იგულისხმა აბიტურიენტმა აი ამ ნაწილში. გარდა ამისა წერენ გაკრული ხელით ისე რომ და ხშირად გძლად. ფიზიკის ამოხსნის დროს თავარია ლოგიკური მიმდევრობა დაანახოთ გამსწორებელს, რა გზით მიხვედით ამ შედეგამდე და არ არის საჭირო გრძელი ლიტერატურული ჩანართვები. არავითარ შემთხვევაში ქულის დაკლება გამორიცხულია ნებისმიერ შემთხვევაში. ოღონდ გასაგები იყოს რა დაწერეს. თუ გასაგებად არის დაწერილი, აი ხშირად გამსწორებელიც კი ვერ ხვდება რა იყო დაწერილი და ამის გამო თუ ვერ მიხვდა რა დაწერა. თუ ამის გამო დააკლო ქულა, მაგრამ შემდეგ აპელაციის შემდეგ ჩვენ ვცდილობთ აპელაციაში ვიღებთ მონაწილეობას ჩვენი ჯგუფი მთლიანად, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს და არც ქულა არ დააკლდეს. ბატონ გოგი, ანუ ერთ-ერთი მთავარი რჩევა არის, რომ იყვნენ კონკრეტულები და გასცენ კონკრეტულად იმ კითხვას პასუხი, რა კითხვაც იქნება მოცემული. მოკლედ, მაგრამ ნათლად რომ გამსწორებელმა, რომელიც ამას აშნობს ასწორებს, კარგად დაინახოს. რა არის დაწერილი. ეხლა რაც შეეხება დახურულ კითხვებს, იქ არაფერი ჩვეულებრივი წესებია. თუ შეგეშალათ კლიანად უნდა გააშალო და ახალი ჯვარი დასვა, ეგ არის ეგ. 3 საათი ეს არის ის დრო, რომელიც არის საკმარისი ტესტზე მუშაობისთვის. საკმარისი არის და უფრო მეტიც არის, ძალიან დიდი დროა. ეს ტესტი არ არის რთული. 35 ისეთი კითხვა დახურული, რომელზე პასუხით ფაქტიურად ნუ აი ძალიან ცოტა დროს მოითხოვს, ნუ მაგ ერთი წუთში უნდა გააკეთოს ესეთ. ეგ 25 წუთი დანარჩენი დრო რჩება ამ ღია ამოცანების შესრულებაზე.
თავი არის ქარონ კარგად გააკვირას ხო რაც თავი შავი ნაწილი დიახ ჩვენთან არ მოდის შავზე შეიძლება გამოიყვანოს აბიტურიენტმა და მერე გასწრების ფუნქციაზე გადატანის დროს რაღაცა შეეშალოს აი აქ ძალიან დაკვირვებით უნდა იყვნენ იმიტომ რომ შავ ნაწილს ჩვენ ვერ ხედავთ შავი ნაწილი ნადგურდება კიდე არის რაიმე ისეთი რჩევა და რეკომენდაცია, რომელიც შეუძლიათ უშუალოდ გამოცდების დროს გამოიყენონ. აი პასუხების ფურცელსა ეს არის ძალიან ღირებული რჩევა, რომელსაც ყველა ჯგუფის წარმომადგენელი აძლევს ხოლმე აი ამ პერიოდში, იმიტომ რომ მაინც უკვე გამოცდების გვიახლოვდება და ალბათ ეს ინფორმაცია არის მათთვის ყველაზე რელევანტური. ხომ არ გექნებათ კიდევ რეკომენდაცია აბიტურიენტებისათვის? აი მეთვალყურეებმა თვითონ იციან რა პერიოდში შეიძლება პასუხების ფურცლის გამოცვლა. დიახ. თუ შეუძლებელია გამოცვლა უკვე დრო აღარ გიჩება, აი რა არის ზოგჯერ აი ამოსანის ნომერი თქვა 45 და დაწერა ამოხსნა სხვაგან 46-ის ადგილზე. ამ შემთხვევაში უმჯობესია რომ თუ ასწრებს გადაწერას ახალი პასუხების ფურცელი მოითხოვოს. თუ არა და ისრით მიუთითოს ამ რაღაცნაირად მიანიშნოს რომ ეს პასუხი არის 45 ამოცანის. გასაგები, ანუ დროის კონტროლი. კიდევ ერთი მთავარი რჩევა რომ აკონტროლონ დრო და შესაბამისად სიტუაციის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება. ბატონ გოგი, დიახ. როგორც წესი ვცდილობთ ასე გავაკეთოთ, რომ პირველი ამოცანები ნუმერაციის მიხედვით იწყება შედარებით ადვილი დავალებებით და შემდეგ ნელ-ნელა რთულდება. დაიწყეთ პირველიდან, რომ ჩქარა ჩაიაროთ ეს შედარებით ადვილი დავალებები და რთულზე მეტი დრო დაგჭირდეთ. თუ რთულით დაიწყეთ, შეიძლება იმდენი დრო დაახარჯოთ, რომ პირველები საერთოდ დაგეკარგოთ. ფასდება ერთნაირად, ერთი კულით, ერთი კულით. ეს დახურულ დავალებებს ეხება. დიახ. ბატონ გოგი, კრებული არის გამოქვეყნებული და აი რა არის მოცემული ამ კრებულში, რომელიც თქვენმა ჯგუფმა მოამზადა და რამდენად დაეხმარებათ იმ აბიტურიენტებს სრული ინფორმაციის მოპოვებაში. დიახ. კრებული ძალიან დაეხმარებათ, ეს არის შაშანდელი ტესტი და პირობას გაძლევს ყველამდელი ტესტიც იქნება ანალოგიური, როგორც სისტულით, ასე ფორმატით ყველანაირად. და კარგად შეეცადონ, რომ კრებულში მოცემულია ამოხსნებიც, ღია ამოცანების ამოხსნებიც, ასევე დახურული კითხვების სწორი პასუხები და შეეცადონ, რომ ყველა ეს დავალება შეასრულონ და თუ კარგად შეასრულებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ტესტსაც კარგად შეასრულებენ. კი ბატონო და რა ვიცი ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და ერთგვარად რომ შევაჯამოთ აი ჩვენი საუბარი და კიდევ ერთხელ თუ ინფორმაციას ჩავთვლით საჭიროდ რომ უნდა გაუმეოროთ და ყურადღება გავუმახვილოთ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა რომ მივაწოდოთ ინფორმაცია აბიტურიენტებს. თავარია რომ არანაირი გაზეპირებული ცოდნა ტესტის დაწერისას არ გამოგადგებათ. თავარია სააზროვნო უნარების გამოყენება. ამაზე უნდა ივარჯიშონ აბიტურიენტები. კი ბატონო. ბატონ გოგი, კიდევ აი ამ პერიოდში თქვათ რჩევა რა გექნებათ და რეკომენდაცია თქვენ როდესაც ამბობთ ვარჯიში, ხო? ანუ უნდა გააკეთონ ამოცანები და აი ამ კუთხით გამოიყენონ ეს დრო დარჩენილი გამოცდებამდე. სტანდარტულ რჩევას მისცემ, რაც შეიძლება მეტი ამოცანა გააკეთონ. რაც შეიძლება მეტი. ეს ამოცანები არის სახელმწიფოებშიც დახმარის სახელმწიფოებშიც ყველგან. რაც შეიძლება მეტი რომ კარგად გაიარონ ეს პროგრამა. დიექსიო ყურადღება შარშანდელ ტესტს.
ძალიან დიდი მადლობა ამ უმწურავი ინფორმაციის მოწოდებისათვის. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი. დღეს ჩვენ საუბრობდით ფიზიკის გამოცდის შესახებ და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი და აქტუალური არის ასევე, პროფესიული ტესტირება 31 მაისს და 1 ივნისს ჩატარდება. საგამოცდო პროგრამები, ასევე ტესტური დავალებების ნიმუშები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. აქვე არის მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია, რომ თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა არის 30 და აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მაქსიმალური ქულის 15%-ზე 15%-ს დააგროვებს და ტესტირების ხანგრძლივობა არის 1 საათი და 30 წუთი, ასე რომ გაეცანით ინფორმაციას ისინი ვინც ხართ დარეგისტრირებული პროფესიულ ტესტირებაზე და შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა საუბრები განათლებაზე. ჩვენ მომავალ სამშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, განათლებაა.